და ქალაქში, სადაც ცხოვრობდა სახელოვანი მეცნიერი, საუკუნის შესაქმე შედგა. ორი სულიერი შეაჯვარეს და ძაღლისგან იშვა ადამიანი. ასე იწყება ნინო სადღობელაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „დაემონ ბაბლი“. თითქოს საოცრად ნაცნობი, ერთხელ წარმოსახული, განცდილი, მაგრამ იმავდროს სრულიად უცხო სანახაობა. ამბავი ადამიანებზე, მათ ზღვარგადასულ ამბიციურობაზე, ამპარტავნებაზე, ამბოხზე ბუნების წინააღმდეგ, ღმერთთან გატოლების დაუოკებელ ვნებაზე და ადამიანის შესაქმეზე. დიახ, შესაქმეზე, რომლის შედეგადაც ერთ ქალაქში ალკოჰოლიზმით გარდაცვლილი კაცის გვამისა და მაწანწალად ძაღლისგან ახალ სულიერს, ახალ ადამიანს, ქალბატონს თუ ბატონს, დაემონ ბაბლს ქმნიან. მეცნიერს ჰორმონები მამაკაცის ჰიპოფიზიდან ისე შეჰყავს ძაღლის ძვლის კეხში, რომ არც ახსენდება საკუთარი შესაქმის ცხოველური თუ ადამიანური შემადგენლობის ნაწილების უფლებები. ჯოჯოხეთი პირველი ეტაპის წარმატებით დამთავრების შემდეგ იწყება, რაც მეტად ემსგავსება ადამიანს გარეგნულად მამაკაცის სხეულში გაცოცხლებული ძაღლი, მით მეტად იღვიძებს მასში ცხოველური ბუნება. თვითგამორკვევის, თვითდამკვიდრების ეკლიან გზაზე შემდგარი საბრალო დაემონ ბაბლი პირველი თავისივე შემქმნელს, ანუ საკუთარ მამას უჯანყდება. ტრანსპარანტით ხელში გადის ქალაქში და იწყებს ომს. ტრანსპარანტს ამშვენებს წარწერა. ნება მოგვეცით, ჩვენ თვითონ ავირჩიოთ მშობლები. არ გავარჩიოთ დედა მამისგან, ან პირიქით. ვიცხოვროთ ისე, როგორც ჭეშმარიტმა შვილებმა და არასდროს ვიქცეთ მშობლებად, რადგან მშობლობა ჰეგემონობაა. ჩვენ არ გვინდა ვიქცეთ ჰეგემონებად. ჩვენ თავისუფალი, მარადიული შვილები ვართ. და როცა დაემონ ბაბლი დაინახავს, რომ მიმდევრები გაუჩნდა, ის კიდევ უფრო შორს წავა. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ და უსმენთ იმედს. ეთერშია შემდეგი გაჩერება. სანამდე მოახერხებს წასვლას დაემონ ბაბლი. როგორი იქნება მისი ამბოხი თუ დასასრული და რაც მთავარია, როგორ და რატომ დაიბადა ის საქართველოში, ამაზე უკეთ სპექტაკლის რეჟისორი, ჩვენი სტუმარი, ბატონი გიორგი სიხარულიძე გვესაუბრება. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მოგესალმები გიორგი, პირველი მე უნდა გითხრა მადლობა, იმიტომ რომ ისეთი აფორიაქებულები წამოვედით ამ სპექტაკლიდან. ისე ძალუმად ვიგრძენით, რას ნიშნავს თეატრი. რას ნიშნავს იქ ნათქვამი სიტყვა. როგორ ჭრის ის ადამიანის სულზე, გულზე, გონებაზე. ასე რომ კიდევ ერთხელ მადლობა და ყველა იმ ადამიანს, ვინც მოღვაწეობს ამ სფეროში, ჩვენ თეატრზე ცალკე ვისაუბრებთ, მაგრამ რა თქმა უნდა ამ სპექტაკლით დაემონ ბაბლით ძალიან აქტუალური სპექტაკლით და ნაწარმოებით დავიწყო. რატომ დაიბადა, როგორ დაიბადა დაემონ ბაბლი და რატომ აიყვანეთ სცენას? დაემონ ბაბლი არის ჩემი ბოლოს წინა გაჩერება. 31 წლის წინ თეატრალური ინსტიტუტიდან დაიძრა მატარებელი გნებავთ ხომალდი, ჩემი მატარებელი და სადაც კი გავჩერდი, რომელ ეპოქაშიც, რომელი გრძნობათა ბუნების ავტორთან, რა ჟანრშიც არ ვიყავი, ყველგან მთავარი საფიქრალი და მთავარი სათქმელი ჩემი იყო ადამიანი. მე ფიცარნაგიდან ყოველთვის ყვებოდი ადამიანს და ვყვები ადამიანის შესახებ. ბუნებრივია ეპოქაში, ურთულეს ეპოქაში, სადაც დღეს ვცხოვრობთ და ძალიან საშიშ ეპოქაში, სადაც ესეთი ადამიანი გაჩნდა და ესეთი ადამიანი უკვე საზოგადოებაში დაიბადა და პოპულარული გახდა. და ძალიან პოპულარული გახდა ადამიანი, რომელზედაც რამოდენიმე წლის წინ, ათეული წლის წინ, როცა ვსაუბრობდით და გვეღიმებოდა, რომ ეს არასოდეს არ მოხდებოდა. გვეღიმებოდა, რომ ეს იყო რაღაცა ზღაპართან მიახლოებული მოვლენა. ფანტასტიკა, მოდი ვთქვათ, ფანტასტიკის ჟანრი. კი გენაცვალე, ის რეალობად იქცა. ის რეალობად იქცა და ეს არის ნაყოფი
ეს არის შედეგი იდეოლოგიისა, რომელიც იდეოლოგიაც მძვინვარებს დღეს ჩვენს ქვეყანაში და ეს არის ძალიან საშიში, იმიტომ რომ ამ იდეოლოგიის სათავე კიდევ უფრო ღრმად არის სკოლაში, არის სასწავლებელში და ის რაც ჩვენ სასაცილოდ და მიუღებლად მიგვაჩნდა, დღეს ეს ყველაფერი არის მოდაში, დღეს ეს ყველაფერი არის პოპულარული და დღეს მას ბაძავენ კიდეც. ეს არის პირდაპირი ბრძოლა და პირდაპირი ბრძოლა იდენტობისკენ, ბრძოლა ფესვებისკენ, ბრძოლა ტრადიციისკენ და სამიზნედ ზუსტად არის შერჩეული ობიექტი, ეს ობიექტი არის თაობა, ჩვენი შვილების თაობა და შესაბამისად არ შემეძლო რომ აი ამ თემაზე მე არ მესაუბრა და ეს ყველაფერი არ ამეტანა ფიცარნაკზე. საუკეთესო საშუალება ამისი ახალი ადამიანის შექმნის ბულგაკოვის გენიალურ ნაწარმოებთან რა თქმა უნდა თანხვედრი იყო ის ასოციაციას. მაგრამ იქ რადგანაც საუბარი იყო კომუნიზმის ეპოქაზე და პროლეტარიატის ახალი ადამიანის დაბადებაზე, მე ჩავთვალე საჭიროდ რომ დღევანდელი სატკივარიდან გადასახედიდან უფრო თანამედროვე ადამიანზე მესაუბრა, ლიბერალიზმის ეპოქის ადამიანზე და მიმართე ნინო სადღობელაშვილს და ერთად შევქმნით ეს პიესა რომელიც ჩემდა საბედნიეროდ არსებობს და არსებობის უფლება აქვს ფიცარნაკზე, რატო? იმიტომ რომ დღეს მკითხველი ცოტაა. მომსმენიც შესაბამისად ძალიან ცოტაა, რომელიც დაჯდება და გადაცემას მოусმენს და იქიდან თაობას გულისხმობს ჩვენ და სამწუხაროდ და სხვა საინფორმაციო საშუალებებს. ამიტომ ნახველი. სად შეიძლება რომ ამ ყველაფერზე ყველაფერი ერთად ანახო კიდევაც, მოასმენინო კიდევაც და ანალიზის უნარი აქედან დაიბადოს. ეს არის თეატრი. და კონკრეტული თეატრი, თავისუფალი თეატრი, რომელთანაც ერთად კოპროდუქცია შედგა დმანისის თეატრის და თავისუფალი თეატრის, სადაც უამრავი ახალგაზრდა დადის. და ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ აი ესეთ თეატრში ახალგაზრდებს ვესაუბრო ამ მეტად საჭირბოროტო და მეტად მნიშვნელოვან საკითხზე თითოეული ჩვენთაგანისთვის და ეს თუ არ გადავლახეთ და ამაზე თუ არ ვისაუბრებთ, თან ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ ვერ იტანს თანამედროვე ახალგაზრდა, როდესაც ალბათ ჩვენც ესე ვიყავით, როდესაც ესე პირდაპირ ჭკუას გარიგებენ ფიცარნაკიდან. მე ყოველთვის გამომაქვს საკითხი, მე ყოველთვის გამომაქვს პრობლემა და მე ისევ ვცდილობ რომ წავიყვანო თხრობა, რომ ახალგაზრდას უნარი კონდეს თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, ზუსტად დავანახო რა და როგორ და მე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მან. დიდი მადლობა. მე რამდენჯერმე ვახსენე იმ მოკლე შესავალში სიტყვა შესაქმე, რომელიც მხოლოდ ღვთის პრეროგატივა, უფლის პრეროგატივა. როდესაც ადამიანი იღებს უფლის ფუნქციას, როდესაც მას ეს ვნება არ ასვენებს. აი ამ თქვენი სპექტაკლის მიხედვით, მოდი ახლა გავავლოთ პარალელი. შექმნილ ადამიანსა და თანამედროვე ზომბებს შორის ადამიანებს, რომლებსაც საგანგებოდ ირჩევენ იმისთვის, რომ მათ დაუხშონ გონება, ჩაუდონ სათქმელი, რომელსაც შემდგომ ისინი როგორც ქვევრიდან ამოსცახებენ. აი ამ პროცესზე და თქვენს მთავარ გზავნილებზე ვისაუბროთ. შესაქმე, ზომბი, ლიბერალური ეპოქის შეგნებულად დაზომბებული ადამიანები. დიახ და ამას მე ყოველდღიურად ხვდები ჩემ და სამწუხაროდ, იმიტომ რომ ყოველდღე ხვდები ახალგაზრდებს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. და ის მოვლენები, რა მოვლენებიც ხდება ჩვენს გარშემო, აი რუსთაველზე ხდება და ჩვენ თვალწინ ჩემ სტუდენტებთან და იმ თაობასთან ერთად განვიხილავ და ვაანალიზებთ იმას, რაც ყოველდღიურობაში ჩვენ გვჭირს დღეს და ეს არის მიზანმიმართული, ძალიან გონიერი, ძალიან ბოროტი ამავდროულად გზა
რომ მაქსიმალურად დაშორდე პირველ საწყის, მაქსიმალურად დაშორდე მთავარს, გამჩენს, შემოქმედს და დაშორდე იმას, რაც შენ გენეტიკურად მოგსდგავს, რაც შენ გენეტიკურად მოგდევს. ეს არის შენი იდენტობა, შენი ტრადიცია, შენი ფესვი და იმ გზას, რომელ გზასაც ატარებ და ასე ამაყად ატარებ და თაობიდან თაობამდე გადმოგცემენ და ამ გზას ვემსახურებით თითოეული ჩვენთაგანი, აი ამის მოსპობა და ამის უგულელყოფა. შესაბამისად, ეს არის ურთულესი გზა, ეს არის აი დაიმონ ბაბლის მაგალითზე ვამბობ რა, რომ აი ბოლოს საით მიყვავს და ბოლოს აი მთავარი სათქმელი რა არის, მაინც იმედიანა თავარ. იმიტომ რომ ესეთი ზომბირებული ადამიანების მომავალი არ არის. იმიტომ რომ ამ ადამიანებს გული არ გააჩნიათ, ის თავის ფუნქციას შეასრულებს, მაგრამ ვერ გაიმარჯვებს. არ არსებობს, ეს არის კაცობრიობის ისტორიის ხანგრძლივი გზა, დღემდე მოსული, არაფერი არ იცვლება ამ სამყაროში, ყველაფერი მეორდება, უბრალოდ სიფრთხილეა საჭირო, გამოტანაა საჭირო თემის და შესაბამისად მას გაგრძელება და განვითარება არ აქვს, მათ გული არ აქვს. შესაბამისად მათ სიყვარული არ აქვს. ის ეპოქაში სპეციალურად აღზევებული და სპეციალურად გამოგონილი არსებები არიან, რომელთაც საბედნიეროდ მომავალი არ აქვთ. ძალიან ფრთხილად ეხებით თქვენ ყველაზე მტკივნეულ საკითხს, გრძნობიარე საკითხს, გენდერულ იდენტობას. მე პირველად ნახე ქართულ სივრცეში ამაზე საუბარი ხმამაღლა, გაბედულად, მაგრამ დიდი გულის ტკივილით და თანაგრძნობით. მე ვიტყოდი თანაგრძნობით, იმიტომ რომ დარბაზით სავსე იყო თანაგრძნობით. იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ეს პრობლემა აქვს, ეს ასე უნდა იყოს, მათი უფლებები უნდა იყოს დაცული. ამას ვიმეორებ მე ყველა გადაცემაში. და როგორ გადაწყვიტეთ თქვენ? როგორ ამბობთ ამ სათქმელს თქვენ? რა თქმა უნდა, მართალს ბრძანებ ძალიან დიდი სიყვარულით და სიფრთხილით. მე თანაგრძნობით ვარ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ პრობლემის მატარებელია და იმათ მიმართაც, ვინც მოდას არის აყოლილი და სპეციალურად თამაშობს, აი პირდაპირ მნიშვნელობით, ერთხელ ბატონ თემურ ჩხეიძეს ვესაუბრე და ძალიან ცნობილ შემოქმედზე მითხრა რა, რომ სპეციალურად აკეთებსო, იმიტომ რომ მოდაშიაო ეხლა თორე თავისი შეგნებით, თავისი არსით ის აბსოლუტურად ემიჯნება. უბრალოდ ეხლა მას ესე ჭირდება. აი ძალიან საფიქრელია, როგორ უნდა უშველოთ ამ ხალხს და როგორი საფრთხეების წინაშე შეიძლება კიდე ჩვენ დავდგეთ, თუ ჩვენ საძირკველშივე არ მივხედეთ იმ პრობლემას, ვინც ამ ადამიანებს ქმნის და ვისაც ესეთი ადამიანები გამოჰყავს. აი ყველაზე დიდი საფიქრალი და ყველაზე დიდი პრობლემა არის ეს, რომ აი ამ საძირკველში უნდა ჩავიდეთ და ჩვენ სიფრთხილე და გონიერება უნდა გამოვიჩინოთ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ხალხი ნელ-ნელა მოვაშოროთ თაობას და მოვაშოროთ გამომყვანები. ახალი ჯიშის გამომყვანები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ინტერესის გამო და არავითარ შემთხვევაში სხვისი კეთილდღეობის, ანუ მათი სიბრალულის ან მათი თანაგრძნობის გამო აკეთებს. ბატონო, რომელსაც არ გააჩნია ეროვნება, რომელსაც არ გააჩნია, მანქურტები არიან. არაფერი ჯანსაღი, არაფერი ის, რაც გამჩენისგან მოგზდევს ჩვენ და მოგდგამს ყველას, არაფერი მსგავსი არ არის. ეს ძალიან დიდი საფრთხეა და ეს გონიერი ადამიანების მოფიქრებულია და ესენი სპეციალურად ანგრევენ იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. და ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის ოჯახი. მე საგანგებოდ დავიწყე გადაცემა, ამოვიწერე ნინიას პიესიდან ეს შემზარავი სიტყვები ტრანსპარანტზე დაწერილი თქვენს პირზე. მარადიული შვილები, ჩვენ არ გვინდა ჰეგემონია და გაგვაგებინეთ, სად თავრდება პატივისცემა მშობლებისა და სად იწყება მონობა. დიახ. ამ საკითხებზე ხომ ყველას გვიფიქრია ჩვენ. ყველას გვიფიქრია. ახლა პირდაპირ ტრანსპარანტით დაიწყეს ქუჩაში
ომი თქვენმა პერსონაჟებმა. დიახ. სად მიდიან? ყველაზე დიდი დანაშაული მიგვიწვის ჩვენს თაობას, მამების და დედების თაობას შვილებთან მიმართებაში, იმიტომ რომ კავშირი დავკარგეთ. ეს არ ვიცი რისი ბრალია. ეს არის ეპოქის ბრალი, დროის ბრალი, მოუცლელობის ბრალი, მაგრამ რა არის იმაზე მნიშვნელოვანი, რა საქმე არის იმაზე მნიშვნელოვანი და რა არის იმაზე ძვირფასი თუ არა აღზრდა და თუ არა შვილებთან ურთიერთობა. ეს ურთიერთობა აღარ არსებობს, იმიტომ რომ ის ვინც ჩასაფრთა სკოლებში, ის ვინც ჩასაფრთა და ჩასახლდა უნივერსიტეტებში და ვინაც აიღო ამღზრდელის ფუნქცია იმ ბავშვისა, რომელიც ოჯახიდან გადის, თუ ის კარგად არ კონტროლირდება ჩვენის მხრიდან და თუ მასთან ყოველდღიური კავშირი და ურთიერთობა არ არის, ჩვენ ვკარგავთ ჩვენ შვილებს. და მე ამას ხედავ სტუდენტებთან მიმართებაში ყოველდღიურად. მათი ბრალი არ არის ყველაფერი ის, რაც ცხადია, ჩვენი ბრალია, იმიტომ რომ კონტაქტი, ურთიერთობა აღარ არსებობს. მე თუ კი რამე კარგი მახსოვს და მე თუ კი რამე შევიძინე ამ ცხოვრებაში, ჩემი ოჯახიდან მოდის ეს ყველაფერი და იმ საზოგადოებიდან, რომელიც ჩემს ოჯახში იკრიბებოდა. და ბევრი რამე იქიდან ვისწავლე. მიუხედავად იმისა, რომ თაობებს შორის კამათი ყოველთვის უნდა იყოს და ეს ჯანსაღია და ამის გარეშე წარმოუდგენელია განვითარება და აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იყო. საზრდო ამისა და პირველწყარო ამისა იყო ურთიერთობა. ურთიერთობაში იბადებოდა ის ჯანსაღი კამათი, ურთიერთობაში იბადებოდა და უფროს თაობასთან ყოველდღიურ ურთიერთობაში იბადებოდა ის ყველაფერი კარგი და ჯანსაღი, რაც ანვითარებდა როგორც გიორგი სიხარულიძეს, ასევე თაობას, იმ თაობას, რომელსაც ჩემი თაობა ქვია. დღეს ურთიერთობა აღარ არის. არათუ აი ჯანსაღია ის, რომ ჩვენი შვილები სხვანაირად ფიქრობენ, ჩვენი შვილები სხვანაირად აზროვნებენ, არ არის ეს ჯანსაღი მოვლენა, იმიტომ რომ ურთიერთობიდან გამომდინარე არ არის. აზრთა ჭიდილი და აზრთა კამათი არ არსებობს, იმიტომ რომ დაშორებულები ვართ და ისინი სხვაგან ღებულობენ ამ საზრდოს. ოჯახში ეს უკვე აღარ ხდება. ოჯახური ინსტიტუციები სხვა ფუნქციას იძენენ და არ ვიცი, აი ეს არის ყველაზე დასაფიქრებელი და ყველაზე მთავარი რამ, იმიტომ რომ ყველა თავის ოთახშია შეკეტილი და ყველა ან კომპიუტერშია, ან სოციალურ ქსელში უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თავისი ურთიერთობით, ვიდრე მეტი დრო დავხარჯოთ შვილებთან. იმიტომ რომ ეს მაგალითია. მე მამაჩემის მაგალიძე და დედაჩემის მაგალიძე ვიზდებოდი. ისინი სპეციალურად არც ლექციას მიკითხავდნენ, არც რაღაცა აღზრდელობით სამუშაო, თავისი მაგალითით, ყოველდღიური ურთიერთობებით, თავიანთ წრესთან, თავიანთ მეგობრებთან ურთიერთობების მაგალითით ვიზრდებოდი მე და ეს იყო ყველაზე მთავარი და ეს არის ყველაზე მთავარი თუ გინდა რომ არ დაკარგო შენი შვილი, არა? მოდი ახლა შევძრეთ ძალიან უხეშად ვიტყვი ზაღლის ტყავში. რაიმონ ბაბლის ტყავში შევძრეთ. მე ძალიან მომეწონა თქვენი პედაგოგის და თქვენ ყველანი იხსენებთ მისი სტუდენტები მიხეილ თუმანიშვილის ამოცანას, რომელიც მან მოგცათ, რომ გეთამაშათ რეჟისორებს სპექტაკლში და შეგესრულებინათ როლები. რისთვის? იმიტომ რომ შეგძლებოდათ მსახიობის ტყავში შეძრომა. დაგენახათ, რას აკეთებს მსახიობი, რომ შემდეგ დაგეფასებინათ. მოდით ახლა ჩვენც შევძრეთ ბაბლის ტყავში. რას მერჩოდით, კითხულობს ის. ვიყავი ერთი მაწანწალა ძაღლი. მე გთხოვეთ, რომ ჩემგან გაგეკეთებინათ ადამიანი. არ მყავდა პატრონი და არ მყავდა ბრძანებელი. რას ერჩიან ამ ადამიანებს და მეორე, აი ეს პროცესი სად უნდა გააცნობიერონ ამ ადამიანებმა, რომ ბრძანებელს იძენენ ამით და ყველაფერს კარგავენ, ოღონდ თავისუფლების მოპოვების სახელით. როდესაც ამ პროცესს გადიხარ და როდესაც ჩამოყალიბების პროცესში ხარ, თუნდაც ახალი ადამიანი, რომელსაც შენგან ქმნიან და რომელიც შენში ბუნებრივად არ არის. ეს არ არის შენში, ეს არ არის ბუნებრივი მოვლენა.
შენ რა თქმა უნდა და ეს ხაზგასმითაც ამა გაკეთებული რომ ახალგაზრდებმა ვინც მოვლენ თეატრში და ვინც უყურებენ ამ მოვლენებს რა მოვლენებიც მიმდინარეობს აქცენტირებულად ამაქვს რომ ეს ადამიანი ერთხელ და სამუდამოდ კითხულობს ამ თავარ პრობლემას იმიტომ რომ ის კარგავს ყველაზე მნიშვნელოვანს ის კარგავს ყველაზე მთავარს და ღირებულს და ბუნებრივია ლოგიკურია რომ სვავს ამ კითხვას რომ რას მერჩოდით რა გინდოდათ ჩემგან და ამაზე არის განსაკუთრებულად ალბათ ერთნიშნულოვნად არსებობს პასუხი რომ ზუსტადაც გერჩოდით დიახ გერჩოდით ჭირდებოდა მასალა და იარაღი ალბათ რა თქმა უნდა და ეს არის უბედურება ხო და რომელი ტყვია მოხდება ყველაზე ესეთ მიზანში გულში შვილი ზუსტი სამიზნეა აღებული ზუსტი სამიზნე და აი აქ არის რომ ურთულეს დროში ვცხოვრობთ ჩვენ უნდა გადავრჩეთ და ეს სპექტაკლიც ამის შესახებ საუბრობს რომ აუცილებელია რომ გადავრჩეთ და ეს ყველაფერი უნდა ნახონ ახალგაზრდები აი ახალი ენა ახალ ადამიანს ჭირდება ახალი ენა ძველმა უკვე მოჭამა თავისი დრო და ნახეთ როგორ სიტყვას ხმარობს ალბათ ნინიაც და თქვენც აღარავის ესმის რას ნიშნავს ცოდვა და ღირსება ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ შენ გაკარგინებენ იმის შეგრძნებას რა არის ცოდვა ანუ რა არის კარგი და ცუდი შეთრო თქვა აი ყველაფერია ეს ბუკეტი არის რისგანაც ქმნიან ამ ახალ ადამიანს აი ყველაფერი ეს რაც ღირებულია რაც ფასეულია ამის გამოცლა სწორედ ამიტომაც არის ამის ხაზგასმა ესე და აქცენტირება რომ აი ეს არის ის ყველაფერი რაც ქმნის ამ ახალ ადამიანს და რაც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენ საზოგადოებას და ჩვენს იდენტობას სამომავლოდ თუ ჩვენ განგაში ზარი არ შემოუკარით. აი ხა მაინტერესებს რა უკუგება აქვს ამ სპექტაკლს ახალგაზრდები მოსულან თქვენთან დაგლაპარაკეთ უთქვამთ რაიმე საკუთარი აზრი ამ მომწონს არ მომწონს სპექტაკლის შესახებ ეს ერთი და მეორე მაინტერესებს აი რას ეუბნებით თქვენ და ეუბნებით თუ არა და ესაუბრებით თუ არა კულტურულ იდენტობაზე მათ როგორც ლექტორი ამ შემთხვევაში მე ვიცი რომ ჯგუფები ყავთ და რა თქმა უნდა პედაგოგის თავარი დანიშნულება ზუსტად ეს არის და რაც შეეხება იქიდან დავიწყებ რომ ახალგაზრდები თუ მოდიან და თუ აი ესეც ძალიან დასაფიქრებელია ერიდებათ ამ თემაზე საუბარი იმიტომ რომ ეს უშუალოდ თქვენ სტუდენტებს თუ ზოგადად ხო შეიძლება ნათესავე ზოგადად ახალგაზრდებს იმიტომ რომ ის შეიძლება რაც მათ უნდათ რომ თქვან დღეს საზოგადოებაში მათ თაობაში არაპოპულარულია და ამაზე საუბარი შეიძლება სირცხვილიც იყოს იმიტომ რომ მძლავრობენ ის ადამიანები იდეოლოგიურად ვინც მიუთითებენ რომ თუ ასეთ მოვლენაზე ჩვენ განსაკუთრებული სხვა აზრი გვაქვს ეს აზრი აუცილებლად არის მცდარი. ანუ ყველაზე დიდი უბედურება სიბნელის მანიშნებელი, ჩამორჩენილობის თაობასთან ურთიერთობაში აი ყველაზე რთული რაც არის განსხვავებული აზრის მიუღებლობა. ესეთი რამე რაც დღეს ხდება, არასოდეს არ ყოფილა. ესეც მიზანმიმართულად ხდება. მიუღებლობა. განსხვავებული აზრის, აი აბსოლუტური რადიკალიზაცია. და ეს არის ის საშინელი მოვლენა, რაც აფრთხობს ახალგაზრდას, რომ თავისუფლად ისაუბროს. თავისუფლად გესაუბროს იმ თემაზე, რომელიც მასაც აწუხებს, მასაც დიდი სურვილი აქვს, რომ ბევრი რამე გაარკვიოს, იმიტომ რომ ვერ გარკვეულა, მაგრამ სხვენია, სირცხვილია. სირცხვილია, იმიტომ რომ ესე არის დაზომბირებული ისიც. რომ ამ თემაზე საუბარი არის სიბნელე. ანუ მხოლოდ ერთი სიმართლე არსებობს. ეს არის ალბათ ლიბერალური ფაშიზმის ესეთი აი რადიკალური გამოვლინება და ეს ძალიან სახიფათოა და
როგორც პედაგოგს, როგორც ლექტორს დიდი გონიერება ყველას გვმართებს და დიდი სიფრთხილე, რომ როგორ უნდა მოხდეს ურთიერთობა თაობასთან და აი ეს ყველაფერი საღ კალაპოტზე დავაყენოთ. გიორგი, იქნებ ჩვენ ვერ შევძელით აი სწორედ იმ ახალი ენის შექმნა, რომელიც ჭირდება ამას. იქნებ ჩვენ არ გვეყო გამბედაობა, რომ ჩვენი შვილები ჩვენსკენ წამოგვეყვანა, ასე ვთქვათ. მე ვერ გეტყვით, რომ ჩვენ ვერ შევძელით. აქ უფრო სხვა პრობლემა მიმაჩნია. ჩვენ არ დაუშვით, რომ ეს მოხდებოდა. ჩვენ არ გვეგონა. რომ ამ საფრთხის წინაშე და ჩვენ ცოტა ზედაპირულად და უფრო მარტივად უყურებდით იმ პროცესებს, რომელი პროცესები ფარულად მიდიოდა და არასოდეს ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს პრობლემა დაგვიდგებოდა. თორე ჩვენ ყველანაირი რესურსი გვაქვს, აბა ეხლა რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ გვაქვს ამის რესურსი, რომ შევძლოთ და ვესაუბროთ. უბრალოდ ეს დრო ჩვენ არ გამოვიყენეთ, იმიტომ რომ არ მიგვაჩნდა ამ ხელა საფრთხეთ და დანაშაული ჩვენი ამაშია, რომ მარტივად შევხედეთ და პრობლემა ძალიან სერიოზულია და მე მიმაჩნია, რომ აი ამ ჩვენმა ესეთ ზერელი დამოკიდებულება მოიყვანა, თორე ყველანაირი რესურსი გვაქვს ჩვენ იმისა და ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ ჩვენ ეს შევძლოთ და ენა გამოვნახოთ, ის ახალი ენა, რომელ ახალ ენაზეც დღეს თუნდაც ისინი საუბრობენ. ეს სერიოზული ბრძოლა, არა, ბრძოლა საკუთარი შვილებისთვის, ბრძოლა საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის და ამაში საუკეთესო და ესეთი ყველაზე უფრო საიმედო დასაყრდენი ალბათ არის იდენტობის გაძლიერება. და ამას თეატრი ძალიან უწყობს ხელს პრინციპში, თუ კი აქვს მას ეს მიზანი, არა? თეატრის დანიშნულება სხვა არც არაფერი არ. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი არის პატრიოტული თემა. ბამბაზის 64 ამ სპექტაკლებზე ვილაპარაკოთ. ხალდე, იგივე ვეფხი და მოყმე, აი ამ ტიპის ასე ვთქვათ სპექტაკლები. და მაინტერესებს რეზონანსი, აი როგორ მოქმედებს ეს, როგორ გრძნობს ამას რეჟისორი. იცით რა არის, ეს არის მაჯისცემა. რეჟისორს უპირველეს ყოვლისა ზუსტად უნდა გრძნობდეს იმ მაჯისცემას ეპოქისა, სათქმელის, რაც აუცილებლად მისატანია მაყურებლამდე და რაზეც უნდა ესაუბრო და ყველაზე რთული, როდესაც ესეთ აქტუალურ თემებზე და განსაკუთრებით პატრიოტულ თემატიკაზე აკეთებს სპექტაკლს, არის ფორმა. როგორი ფორმით და როგორი ხერხით მიგაქს ის თანამედროვე მაყურებელთან და ახალგაზრდასთან. იმიტომ რომ აი თუნდაც თქვენ ბამბაზის 64 ახსენეთ, ბამბაზის 64 მე მინდოდა გამეკეთებინა სპექტაკლი აფხაზეთზე. აი აფხაზეთის ომი რო დაიწყო, მე საკურსო სპექტაკლს ვაკეთებდი, სადიპლომო სპექტაკლს ვაკეთებდი საფრანგეთში. და ისეთი სირცხვილის გზნობა მქონდა, ჩემი თაობის ბიჭები იღუპებოდნენ და იქ როდესაც შემომთავაზეს მე ჟანა დარკი უნდა გამეკეთებინა, მე უარი ვთქვი, აღარ გავაგრძელე ჩემი ვაიაჟი საფრანგეთში და ჩამოვედი და სოხუმის თეატრში გავაკეთე ჟანა დარკი. მაშინ დევნილი თეატრი იყო უკვე. ეს თემატიკა, აფხაზეთის თემატიკა ბუნებრივია სულ ტრიალებდა ჩემში და მინდოდა რომ აი ზუსტი მასალა მეპოვა. ზუსტი მასალა და რო არ ყოფილიყო ეს ურაპატრიოტიზმი, რო არ ყოფილიყო რომ აი ჩვენ დავბრუნდებით, ჩვენ დავიბრუნდეთ, პრობლემა რაში იყო. და იქაც ნინია სადღობელაშვილთან ერთად ჩვენ ძალიან საინტერესო რამ ვიპოვეთ ჩვენი ზეპირსიტყვიერების გენიალური შედევრიდან, ეს არის ვეფხი და მოყმე, მთავარი რა იყო? მთავარი იყო მე მაინტერესებდა ჩვენზე მოტირალი
აფხაზები და დედები. და ეს ვეფხიდან მოყმიდან გამომდინარე ნინია შევთავაზე რომ მოდი აი ამ კუთხით მოვიტანოთ ეს სატკივარი, იმიტომ რომ იქ არიან ადამიანები, რომელსაც ტკივათ ეს ურთიერთობა, რომლებიც უვლიან ქართველების საფლავებს. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის თეატრის დანიშნულება, და მე აი ყოველთვის ვიხსენებ რას, აი მამას დავყავდი ახალციხეში. ეს ის პერიოდია, როდესაც საზღვარი იყო, ჯერ კიდე მაშინ პასპორტები უნდა წარგვედგინა და აი ამ პერიოდში, როდესაც ქართული თეატრი იხსნება ახალციხეში. აი ამაზე დიდი ეროვნული საქმიანობა თეატრის არ არსებობს, როცა ქალბატონი ნანა დემეტრაშვილი ჩავიდა ახალგაზრდებთან ერთად და ქართული სულის და ქართული სიტყვის გადასარჩენად იქ თეატრი შეიქმნა. მე ამას მოყვა მამას საოცარი 300 კაციანი გაერთიანებული გუნდი შექმნა, სადაც სხვადასხვა ეროვნების ხალხი მღეროდა ქართულად ახალციხეში. გენიალური მოვლენა მე დღეს დმანისის თეატრს წარმოვადგენდა, როგორ არ უთხრა მადლობა ჯუმბერ კოპალიანს და ქალბატონ ზინა კვერენჩხილაძის სულს, რომ თავის დროზე ქართული სიტყვის და სულის გადასარჩენად დმანისში შექმნეს თეატრი. დმანისში, სადაც დღესაც პრობლემა არის, იმიტომ რომ მოსახლეობა ურთულესი რეგიონია, იმიტომ რომ აბსოლუტური უმრავლესობა მოსახლეობის არაქართველია. და წავიდა ხალხი, კორიფეები ქართული თეატრის, აი წარმოედგინეთ, ვინც რუსთაველის თეატრის სცენაზე თამაშობდა უმეტესობა მათგანი წარმატებული მსახიობები. წავიდა ბატონი თემურ ჩხეიძე, ვინაც პირველი სპექტაკლი დადგა. აი ამაზე დიდი ეროვნული და ამაზე დიდი ქართული საქმე და ამაზე მეტი დანიშნულება თეატრს სხვა რა საინგილოში რაც მოხდა და საინგილოში რაც გაკეთა. ეს არის უდიდესი საქმე და ეს არის თეატრის დანიშნულება, რასაც დღეს სოხუმის თეატრი ქვია და სამაჩაბლოს თეატრი ქვია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ წუთას მხთაწილად ბედნიერება, რომ და პატივი, რომ უხემძღვანელო დმანისის თეატრს და იქ შეიქმნა ახლა მუდმივ მოქმედი დასი და დმანისში არასოდეს არ ყოფილა სარეპერტუარო თეატრი. და ბედნიერი ვარ, რომ აი ახლა რამოდენიმე ხანში იქ სხვანაირად გაჟღერდება ქართული სიტყვა. ხალდეზე რო არ განვაგრძოთ საუბარი არ შეიძლება, იმიტომ რომ მე სულ მახსოვს დათო წერედიანის ეს ლექსი, თავს სასთუმალთან ძილის წინ იარაღივით დამდეო, ხალდეს რომ მიმართო. ეს ფანტასტიკური მონაკვეთია ჩვენი ისტორიიდან. შეუძლებელია, რომ პოლიტიკის მიერ ჩატეხილი ხიდი ამან არ აღადგინოს. ხალდე მაინტერესებს. უპრეცედენტო შემთხვევა არის, მე მგონი მსოფლიო ისტორიაში, როდესაც მთელი სოფელი, დიდი პატარა ბავშვი, ჩვილი, ყველა შეეწირა აგრესიას დამყრობელის. ამ შემთხვევაში ეს არის მაგალითი ქართველი კაცის ცხოვრების და ეს არის მაგალითი ქართველი კაცის თავდადების. როდესაც ბამბაზის 64 დავდგი, მაშინ თხოვა მამამ, რომ ხალდეს ისტორიაზე იქნება და მე არც ვიცოდი. და როდესაც მე და ნინია ხალდეს შესახებ წერდით პიესას, როცა გამოკითხვა ჩავატარეთ, სამწუხაროდ 90% ეს ისტორია არ იცოდა. ჩემსავით. ისტორია, რომელიც არის სამაგალითო. და როდესაც ჩვენ ავედით და ხალდეში წაქცეულ კოშკებზე ვითამაშეთ, მსგავს ემოციურ მდგომარეობაში მე არასოდეს არ ყოფილვარ ღიაცის ქვეშ ნანგრევებზე, მთები და რომ მოდიოდა თითქოს წინაპართა ხმები ისმოდა ის ტექსტი, რომელიც ჟღერდა, თითქოს მათი გამოძახილი იყო. იმ საოცარი ხალხს და გაუგნებული უყურებდი, რომ რა უნდათ აქ, რა მაიყვანათ, რა იყო, რასაც ესე ებრძოდნენ მადლი. აი ეს არის რის იმედიც გვაქვს ჩვენ, რომ გადაარჩენს საქართველოს. აი ზუსტად ის არის, მე ვფიქრობ. და ახლა ბოლო პრემიერაზე ღალატზეც ღალატი ბატონმა სუმბათაშვილი იუჟინის ღალატი. დიახ, ბატონმა ნუკრი ქანთარიამ შეუმთავაზა. იცით რა არის, საუკუნის და 2 ათეული წლის წინ დაწერილია.
ჩვენი კლასიკური დრამატურგიის შედევრები. ის მასალები, რომელიც ითვლება სხვა ენაზეა დაწერილი. არქაულია ეს ენა. დღეს ამ ენაზე ესაუბრო მაყურებელს შეუძლებელია. ანუ წარმოიდგინეთ დამდგმელისგან როგორ სირთულეს აწყდები. აბა რომ შენ არ უნდა დაკარგო ის გრძნობათა ბუნება, როდესაც აი ესე პრაქტიკულად უხეშ ჩარევას აკეთებ, როცა თანამედროვე ენაზე აჟღერებ ამ ყველაფერს და მერე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფორმა. ის თეატრალური ენა, რა თეატრალური ენით თავაზობ დღეს მაყურებელს. ძალიან ნერვიულობდი. იქაც ბევრი ახალგაზრდა დადის თეატრში და დღეს ახალგაზრდას რომელსაც სახლიდან გაუსვლელად უკვე უამრავი რამე აქვს ნანახი, მოიყვანო თეატრში და იქ მისთვის საინტერესო შეთავაზო ძალიან რთული რამეა. და მე მიხარია რომ აი პირველი შედეგებიდან გამომდინარე და იმ რეაქციიდან გამომდინარე ამის მოთხოვნილება არის და ამის სურვილი არის რომ ესეთ მასალაზე მოვიდნენ და თავისი აზრი გამოთქვან და დაესწრო წარმოდგენას და შესაბამისად აი ეს ჯერჯერობით ჩემი ბოლო გაჩერება იყო ბათუმში და ალბათ შემდეგი გაჩერება უკვე დმანისისკენ დავიძრებთ და რა მნიშვნელობა აქვს მსახიობის ინტელექტს, მსახიობის წიგნიერებას, ზოგად განათლებას და პაუზას ვაკეთებ მის მოქალაქეობრივ შეგნებას. ეს არის გადამწყვეტი. ეს არის უდიდესი კომფორტი, ეს იმ წუთას იგრძნობა სარეპეტიციო სივრცეში, როდესაც შენ მოაზროვნე მსახიობთან ერთად მუშაობ და აკეთებ ქმედით ანალიზს სპექტაკლის. მერე ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც ფიგურები იყვნენ მსახიობები, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები, რომლის სიტყვასაც ხალხი უსმენდა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი მსახიობები კიდევ გვეყოლებიან, იმიტომ რომ აი თეატრის დანიშნულება, როდესაც თეატრის მთავარი დანიშნულება რა არის? შენ გაქვს ფიცარნაგი და რაზეც გინდა და რაც გინდა ისაუბრე, რაც გაწუხებს, რაც სათქმელი გაქვს, რაც სატკივარი გაქვს, ამაზე ისაუბრე. შენ თუ პოლიტიკურად, შენ თუ რაღაცა პოზიცია გაქვს და ამის სათქმელად გადიხარ, იქ უკვე პიროვნება უნდა იყო. იქ თეატრი კი არ უნდა გაიყვანო. იქ უნდა კონკრეტული რეჟისორი, კონკრეტული ადამიანი უნდა. ამიტომ მიმაჩნია მიუღებლად, რომ ასე ფიცარნაგზე და თეატრალურ სივრცეში რაღაც პოლიტიკურ ემათ რომ გარემოთ რომ შეიქმნა დღეს თანამედროვე თეატრში რაც ხდება და რა მოვლენებიც ხდება, იყენებენ ამას ყველაფერს რაღაცა პოლიტიკური უფრო სწორედ პოლიტიკა იყენებს თეატრს თავის სასარგებლოდ. ამ ადამიანებს აქვთ იმის ასპარეზი თეატრში, რომ რაზეც უნდათ და როგორც უნდა ელაპარაკონ და ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება, რომ შენ ალეგორიულად გნებავთ პირდაპირ. ისაუბრებ ყველაფერზე, აანთებ მაყურებელს, ბედნიერს გამოუშვებ, დააფიქრებ. ბევრს აქვს ამის რესურსიც და ნიჭიც, რომ ეს გააკეთოს. და შენ თუ რამე სხვა სათქმელი გაქვს, აი თქვენ რომ პოლიტიკაზე საუბრობთ, ამისთვის გადი სადაც გინდა, სივრცე არის უამრავი, არ არის შეზღუდული. როგორც სატელევიზიო, ასევე გარე სივრცე, სადაც შეგიძლია რომ ისაუბრო და როგორც მოქალაქემ შენი პოზიცია დააფიქსირო. აქ თეატრი არაფრის შუაში არ არის. კეთილი, მოდი ვილაპარაკოთ ახლა ქართულ ხასიათზე. რომელია ის აი პერსონაჟი, გნებავს ქალი, გნებავს მამაკაცი, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება ქართულ ხასიათს თქვენს შემოქმედებაში? ეს არის ხალდე. იქ ყველაფერია, რაც ჩვენ ხასიათში ესე მძლავრობს. და შესაბამისად მე ვიტყვი, რომ აი უპირველესად რაც მახსენდება აი პერსონაჟები, რომელიც ჩემს მიერ განხორციელებული სპექტაკლებიდან ეს ხალდე არის და ხალდეს გმირები. და ის ორი საოცარი ქალბატონი ბამბაზის სამოთხი. დიახ, საოცარი, იმიტომ რომ ჩვენ შევხვდით აფხაზ დედებსაც, ჩვენ შევხვდით იმ ხალხს, რომლებიც ძალიან ფრთხილად, ძალიან დიდი სიყვარულით
უვლიდნენ ქართველი ბიჭების საფლავებს და ამას ისე ხმამაღლა არ აფიშირებდნენ გამომდინარე მოვლენიდან, რა მოვლენის თანამონაწილეებიც ჩვენ ყველანი ვართ საუბედუროთ და მაინც ღვთის შეწევნით ეს ყველაფერი დავაგდება და იმხელა სიყვარულია, მორდუობის იმხელა ინსტიტუტია, რომ ეს თავის გზას იპოვის. თქვენი თავისუფლების ხარისხი მაინტერესებს. სად მთავრდება თქვენი თავისუფლება და სად იწყება ეს პასუხისმგებლობა, რომ რამე არ შემეშალოს და ისეთ აზრს არ ჩავეჭიდო, რომელიც შეიძლება დამღუპველი იყოს სხვა. დიახ. თავისუფლების ხარისხი ეს არის რეჟისორისთვის ყველაზე ბედნიერი წუთები, როდესაც შენ თხზავ შენი მომავალი სპექტაკლის კონტურებს. და შენ აბსოლუტური თავისუფლება გაქვს და სადაც ყველაფერი დასაშვებია. იმიტომ რომ შენ აგებ იმ სამყაროს, რომელ სამყაროზეც ოცნებობ. შენ ქმნი იმ სამყაროს, რომელიც სამყაროს ბატონ პატრონი ხარ შენ. მაგრამ როგორც კი მერე უნდა მოაგვირისტო მთავარი სათქმელი. ამ ყველაფრიდან უნდა გამოიყვანო იდეა, თემა, მისამართი, რისთვის აკეთებ და ვისთვის აკეთებ, აი აქ უკვე მთავარია ის მოქალაქეობრივი პოზიცია და მთავარია ის რას ვდგამ თუ ვისთვის ვდგამ, რომელ კითხვას პასუხობ? აუცილებლად თემით ვიწყებ ის რაც მადარდებს. მე ბუნებრივია ვფიქრობ, რომ სად რომელ სივრცეში ვდგავ და ვისთვის ვდგავ შესაბამისად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აუცილებლად მუსიკა უნდა მესმოდეს. როგორი მუსიკალური ტონალობის და ჟღერადობის არის ის სპექტაკლი, ისე ვერ ვიწყებ დათქმას. კეთილი, ახლა ისევ მიხეილ თუმანიშვილს, ანუ მასწავლებელს დავუბრუნდეთ. რა მოგცათ მთავარი მიხეილ თუმანიშვილმა და რა გინდათ მისგან, რომ გადასცეთ თქვენს მოსწავლეებს? დიახ, იცით რა არის? აი ძალიან კონკრეტულად რო ვთქვა, ხელობა. ბატონი მიშა ხშირად გვეუბნებოდა, რომ შვილი მომისმინე, მე გასწავლი როგორ კეთდება სკამი. როგორ სკამს გააკეთებ მე შენ? რა ფორმის, როგორი ეს უკვე შენზეა დამოკიდებული. თავარია ჩემგან წასული რეჟისორი აქედან რო გახავთ თქვენ ხელობას ფლობდეთ და ხელობა იცოდებდა. ცოტა უფრო რო განვაზოგადო, აი მართლაც ყველაფერი მომცა. უპირველეს ყოვლისა ქმედითი ანალიზი. ეს არის სამაგიდო რეპეტიციები, რომლის დიდოსტატი იყო, მერე დამოკიდებულება რეპეტიციის მიმართ. აი სქესი ქონდა მისთვის რეპეტიციას, ის მდედრი იყო. როგორც შეყვარებულთან. ისე დადიოდა და ემზადებოდა ყოველი რეპეტიციისთვის. მე საოცარი რამ იცოდა მითხრეს, რომ აი თუ დაიმარტო ხელებო ისე რომ აი სცენასთან არის მარტო, ჩაუსაფრდი და შეხედე რასაკეთებსო და რასაკეთებდა. ფიცარნაკს კოცნიდა. ოღონდ არავინ არ უნდა ყოფილიყო იქა. და ესეც რაღაცა საოცარი სანახავი იყო და ასკეტური დამოკიდებულება. ასკეტური არაფერი არ არსებობდა მისთვის თეატრის გარდა. ეს დამოკიდებულება პროფესიისადმი განსაზღვრავს ყველაფერს. და მე ვცდილობ, რომ აი როგორც პედაგოგი დავანახო ამ პროფესიის მადლი, დავანახო არსი პროფესიის, რა არის, რისთვის მოდიხარ და რას ემსახურები. და როგორც არაპედაგოგი რას გვეტყოდით ბოლოს? როგორც არაპედაგოგი მათ ჩვენ ახალ თაობას არ შემიძლია არ თქვა, რომ აი განგაში ზარი არის შემოსაკველი, განათლების სისტემა არის კატასტროფულ მდგომარეობაში. და ეს როგორ ჩანს მისაღებ გამოცდებზე, მაგალითად გასაუბრებაზე, როდესაც ვესაუბრებით მომავალ მსახიობებს, ყოფილა შემთხვევა, რომ სირცხვილისგან გავსულ ვარ. და რაც ყველაზე მთავარი არის, მათ არ წვენიათ. მე რო ჩემს ბავშვობაში რამე წიგნი არ ქონდა წაკითხული, რაღაცა თემაზე ვერ საუბრობდი, ეს მე მწვენოდა.
ეს იყო სირცხვილი. დღეს სირცხვილი არ არის უცოდინრობა. და რა ხდება სკოლებში და რა ხდება მომიტევს იმ თიძე ჩამოსათვლელმა პედაგოგებმა, რომლებიც დღეს ისევ ღირსეულად აგზელებენ იმ გზას და საქმეს, დიდ საქმეს, მაგრამ საერთო მდგომარეობა არის კატასტროფული. და ამას მე ყოველდღე უყურებ ჩემ და საუბედუროდ. ძიმეა დასასრულისთვის განსაკუთრებით ფინალში რეჟისორისგან ველი საფინალო გზავნილს. ფინალში გენიალური ფრაზა კლდიაშვილს დარისპანი ამბობს, რომ ჩვენ დიდი მგზავრობა გვაქვს ამ წუთის სოფელში და დარისპანი ბრძანებს ღმერთო კეთილად დაასრულე ჩვენი მგზავრობაო და მე დარწმუნებული ვარ ამ ქვეყნის ისტორიას როცა უყურებ, დარწმუნებული ვარ, როდესაც ჩვენს იდენტობაზე ვსაუბრობთ, ჩვენს სულიერებაზე ვსაუბრობთ, ჩვენს ოჯახებზე ვსაუბრობთ, ყველაფერი კარგად იქნება და ეს ჩვენი გზა, რომელ გზაზეც ვართ დამდგარი, ჩვენი გაჩერებები იქნება ძალიან სიკეთით და ძალიან კეთილი მომავლის იმედით. დიდი მადლობა თქვენ საქმისთვის, რასაც ემსახურებით, დიდი მადლობა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.